18 მაისში და ქართლში 2025 წლის ტურისტული სეზონი გაიხსნება. ღონისძიებებს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი უმასპინძლებს. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელოვნებას, ადგილობრივ რეწვასა და ფოლკლორულ შემოქმედებას. ასევე წარმოდგენილი იქნება გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების კუთხეები. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლი გამორჩეულია თავისი ისტორიით, კულტურითა და სტუმართ მოყვარეობით, ამიტომ რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტი ტურისტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესს იწვევს. ტურიზმი კვლავ თავის გზას აგრძელებს თავის საქმიანობით და მინდა გითხრათ, რომ 18 მაისს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში აღინიშნება ორი მნიშვნელოვანი თარიღი, ეს ერთი მუზეუმების საერთაშორისო დღე და მეორე საზეიმოდ გაიხსნება ტურისტული სეზონი შიდა ქართლში. ტურისტული სეზონის გახსნასთან და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ამ დიდი ზეიმის ჩატარება უფლისციხეში და დილის 10 საათიდან მოეწყობა გამოფენები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხალხური რეწვის ოსტატები, ღვინის მარნები, ინდივიდუალური მეწარმეები და მოეწყობა გამოფენა გაყიდვა. ამ გამოფენით მინდა გითხრათ, რომ ძალიან ინტერესდებიან უცხოელი ტურისტებიც, რადგან უწყლოდ ნაკადად მოედინებიან უცხოელები უფლისციხეში და ისინი სიამოვნებით აგემოვნებენ ქართულ ღვინოს, ათვალიერებენ ქართველი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებს და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ საზეიმო ნაწილი გაიხსნება დღის პირველ საათზე და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივები მიიღებენ მონაწილეობას და ასევე გამოფენაშიც 4-ვე მუნიციპალიტეტის ხალხური რეწვის ოსტატები იქნებიან წარმოდგენილნი.